ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ეს საკითხები ქვეყანაში არსებულ პროტესტთან ერთად მსჯელობის აქტუალური საკითხია. ოპოზიციის დიდი ნაწილი აცხადებს, რომ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არ მიიღებს, რადგან დღის წესრიგში ჯერ ხელახალი საპარლამენტო არჩევნებია. ამასთანავე ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს და მასში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს. ანუ რა არჩევნებში უნდა შევიდეთ ქართულ ოცნებასთან მოცემულობით, რა მოცემულობაშიც გვამყოფებს და როგორ არჩევნებსაც ატარებს, რა ტიპის არჩევნებს. ანუ არჩევნებს რეალურად არის ფორმალური სახე აქვს. მოსყიდვა, დაშინება, კრიმინალი, პოლიცია, ძალადობა, სახელმწიფო, ანუ სიპებში, აიპებში დასაქმებული ადამიანებს ბოდიში და მიდენა საარჩევნო უბნებზე და ხმის მიცემა და ანუ ჩვენ რა უნდა გავუправოთ? და თუ ვამბობთ ერთის მხრივ რომ ეს არალეგიტიმურია და ყველა პარტია ამბობს, ახლა ვინც კვალიფიციურია, რომ გაყალბებებით ჩატარდა. ეხლა არის კადრებს. ანუ რაც 24-ში გააკეთა, იმას 25-ში, ანუ ნამუსი შეუშლის ხელს, ინამუსებენ და კი ახლა გავდემოკრატიულდეთ და კარგი ბიჭები გავხდეთ და ახლა ანუ კარგი არჩევნები ჩავატაროთ. თანამდებობის პირებს ქართული ოცნებიდან მოლოდინი აქვთ, რომ ოპოზიცია გადაწყვეტილებას შეცვლის და არჩევნებში მონაწილეობას საბოლოოდ მაინც მიიღებს. ვფიქრობ, რომ ოპოზიციური ფლანგი ახლა ისეთ გადაწყვეტილებებს აჟღერებს, ან მოსაზრებებს აჟღერებს, რომლის უკან წაღებაც მოუწევს, ჩემი მოსაზრება ეს არის, იმიტომ რომ გარკვეულ ან წინა პერიოდებშიც გვახსოვს მათ მიერ დადებული გარკვეული პირობები და სხვადასხვა ეტაპზე დადებული ფიცი, როდესაც მათ ეს ფიცი გადათქვეს და ეს პირობების შეცვალეს, ეს არ ახალია მათგან და ჩვეულებრივ ვფიქრობ, რომ აქაც მათი ქმედება სხვა იქნება. რაც შეეხება რიგით მოქალაქეებს, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოს. თქვენ როგორც რიგითი მოქალაქე, რას ფიქრობთ, უნდა მიიღოთ? უნდა მივიღოთ ყველამ აუცილებლად. ოპოზიციამაც უნდა მიიღოს? ყველამ აუცილებლად. უნდა მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. რატო? ეს ამიტომ არ შეიძლება ქვეყნის ერთი თავრობის არ შეიძლება. კი, მე არ ვარ მოწინააღმდეგე, მაგრამ აუცილებელია რომ უნდა მიიღონ. კარგად უნდა ადგენ ფეხზე რა, როგორ გააყალბებენ, როგორ შეიძლება? არავის არ აყალბებს. თავარია ხალხის მონდომება. კი, უნდა მიიღოს. უნდა მიიღოს. და როგორც მოქალაქე, როგორ ფიქრობთ, მიიღონ უნდა მონაწილეობა თუ არ უნდა მიიღონ? მონაწილეობა არჩევნებში მიიღონ უნდა თავისთავად. არ ვიცი, ახლა მაი ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რა თქმა უნდა. არ ვიცი, მე ვაფშე ვერ დავდივარ არჩევნებს. რატო? არ შემიძლია, დედი. ჩემი ხმაი რა. ჩემთვის სულ ერთია, ოღონდ კაი ცხოვრება გქონდენ, მეტი აფერი არ გინდა, რა ვიცი მე. არ უნდა მიიღოს. არა, რატო? იმიტომ რომ არ ვარ გაეთავრო. ბოიკოტი უნდა გამოვცხადოს. მიიღონ. რატო? რატომ და იმიტომ რომ ერთმართველობა აღარ იყოს ქვეყანაში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 6 თვეზე ნაკლები რჩება. ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება კი ბოლო 10 წლეულების გათვალისწინებით უპრეცედენტოა. შესაბამისად, როგორ განვითარდება მოვლენები და რა გადაწყვეტილების გარშემო შეძლებს კონსოლიდაციას ოპოზიცია, ან ჩაინიშნება თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, ჯერჯერობით ეს ისევ უახლოესი მომავლის საკითხია.